გამარჯობა. ესეთი საინტერესო თემა მაქვს ახლა დღეს. ქვევით წერია ნახე ფსიქოემოციური კასტრაცია. საინტერესო ფენომენია, ახალია შედარებით ისტორიულად რო გადავხედოთ ადამიანის ფსიქოემოციურ განვითარებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიოლოგიიდან და ევოლუციიდან იღებს საფუძვლებს. ეხლა კასტრაცია ზოგადად ვიცით, რომ ისტორიულად ფიზიკური კასტრაციაც იყო ადამიანებში. ეხლა საბედნიეროდ დღეს აღარ არის ესეთი ტრადიციები და ჩვევები, თუმცა იყო რაღაცა ქვეყნები, სადაც ისტორიულად ვიცით, რომ სხვადასხვა მიზნით და მიზეზით აკეთებდნენ ასეთ რაღაცას. და უფრო ძველ წარსულში რო გადავახვიოთ ადამიანის თქვათ, ძველი წარსული, სადაც მეპრე ადამიანს ვეძახი ხოლმე, სანამ დღევანდელ ადამიანთან გათანაბრდებოდა ფსიქოემოციური თვალსაზრისით და განვითარებით, თუმცა ისიც ადამიანი იყო და იქაც იყო ეს ფიზიკური კასტრაციის საკითხი ხოლმე. ხო და მერე, ცივილიზაცია განიცადა ადამიანმა და ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ესეთი ბარბაროსული რაღაცა ჩარევები ადამიანის ცხოვრებაში თითქოს წარსულს ჩაბარდა. და მართლაც ეხა ფიზიკურად ეს წარსულს არის ჩაბარებული. მე ასე მსმენია, რომ მე-20 საუკუნეში რაღაცა სასჯელები არსებობდა, თქვათ, არა ფიზიკური კასტრაციით, არამედ რაღაც წამლებს ასმევდნენ ხოლმე სხვადასხვა დამნაშავეებს და ესეთი კასტრაცია არსებობდა. და ეხა დღეს რა ხდება? მე რას დავკვირვები ვარ პირადად, როდესაც ვაკვირდები დღეს ადამიანებს. ეხლა რეალურად რისთვის იყო კასტრაცია, ხო? რაღაცა სულთანები და შაჰები თავიანთ ჰარამხანას, რომელსაც ყავდა აუცილებლად ძლიერი მცველები, იმიტომ რომ ეხლა ქალებზე რა თქმა უნდა მიდიოდა ბრძოლა და ტაციაობა იმ ეპოქაში და ამ ქალებს იცავდნენ ეს ისინი, რა ქვია, მცველები და თვითონ მცველებს რო არ ქონოდათ ქალებთან ურთიერთობა, ამიტომ იყვნენ ხოლმე კასტრატები, ხო, ესე იყო. ანუ რა გამოვიდა? რაღაცაში იყენებდნენ ეს სულთნები ამ მსახურებს და იმისათვის, რომ კარგი ხელსაწყო ყოფილიყო ეს ადამიანი, აღარ უნდა ჰქონოდა გამრავლების უნარი. ესე იგი, გამრავლების უნარი ზოგჯერ უპირისპირდება ადამიანში ვიღაცის მსახურებას, ნახე. ეს დღემდე ასე არის. ფიზიკურად რო პარალელი გავავლო, მაგალითად არის რაღაც სამსახურები, სადაც რო აგიყვანენ, რაღაცა კონტრაქტები იდება ხოლმე, რომ არ უნდა დაოჯახდე, არ უნდა გამრავლდე, სასიყვარულო ისტორია ისე თუ გააბი, ვერავინ გაიგოს, ისე უნდა გააბო და ასე შემდეგ. ანუ ეს შეპირისპირება ადამიანის გამრავლებასა და მუშაობას შორის ფიზიკური დღემდე არის. მაგრამ ეხლა რა ხდება ემოციურ დონეზე, იმიტომ რომ ადრე რაღაცეები, რაც იყო ფიზიკური და პირდაპირ ბიოლოგიური მოვლენები და კონფლიქტებიც, ახლა ძალიან ხშირად მოცემულია ხოლმე გაუცნობიერებლად ადამიანის ფსიქიკაში. და უდიდესი გავლენა აქვს მის ცხოვრებაზე, მაგრამ ესე ზედაპირზე არ ჩანს. ეხლა ფსიქოემოციურ კასტრაციას რაც შეეხება დღეს, ანუ ეს ფიზიკური კასტრაცია უკან არის დახეული და წარსულს არის ჩაბარებული, თუმცა ფსიქოემოციურად არსებობს ეს. და ეხლა ნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის, რომ თქვათ ბავშვობიდან ბიჭებს ჩასძახიან, რომ არ უნდა იტირო და მტირალა ბიჭი, ვაი, მტირალა ბიჭი, ვუი. ეხლა აქ არ ვიცი კონკრეტულად აღზრდელები ვინ რას გულისხმობს ხოლმე. გოგოებსაც ეუბნებიან ხოლმე ზოგჯერ, რომ არა უშავს იტირე თუ გოგო ხარ, გეპატიება თუ რაღაცა ესეთი რა უცნაური ჩარევა. და ეხლა ფიქრით რას ფიქრობენ? ალბათ ფიქრობენ, რომ სოციალურად ეხლა თუ კაცი ბევრს ტირის და მტირალა ის რაღაცა მიმზიდველი არ იქნება და ასე შემდეგ, რაღაცა სოციალურ ნორმაში სვავენ. მეორეს მხრივ ემოციების შეზღუდვა ძირითადად ბიჭებზე იციან ხოლმე სხვათა შორის ბავშვობიდან. ემოციურად რო ზღუდავენ ამ ადამიანს, ეხლა ნახეთ რა ხდება. სოციუმი ესე უკიჟინებს, რომ აი მტირალა არ უნდა იყოს, სენსიტიური არ უნდა იყოს, რაღაც ისა რა ქვია, არაქცხვენია და გოიმი ხო არ ახარ, ქალი დაინახე და დორბლები წამოგივიდა და არც კი ქცხვენია და ესეთი ნარატივი მიმდინარეობს ხოლმე და ერთი შეხედვით ხო თითქოს უწყინარია და არ ვიცი რაღაცა სადღაცა ხო და ვიღაცა დაეთანხმება ეხა ამას რომ აბა ხამი ხო არ ვიქნები და აბა გოიმი ხო არ ვიქნები, მაგრამ აბა პატარა ბავშვებს შეხედეთ, აი დღეს ვაკის პარკში მივდიოდი და მოდიოდა ძაღლი. კაი ძაღლი იყო და შევხედე გამეღიმა რა და გამოვიხედე აქეთ. და რას ხედავ, ერთი 5 წლის ბიჭუნა მოდის და აი ესეთი სახით არის ძაღლი, ნახე, ძაღლი დაინახა და უფწყინავს თვალები და აი გაოცებული, აღფრთოვანებული და ეხლა ვფიქრობდი, რომ
ესეთი აღფრთოვანების უნარი ძაღლით. გესმით ეს რამხელა სიცოცხლე არის? ანუ ბავშვი აბსოლუტურად არ არის კასტრირებული ფსიქოემოციურად და დაინახა ძაღლი და გოიმია, გოიმია. კი, სულელია, კი, ის არის, რა ქვია, შტერია, მოდი რაც გინდათ დაუძახეთ რა, მაგრამ ის არის აღფრთოვანებული. მასში სიცოცხლე მიედინება, ნაკადია მთელი და აი არ ვიცი რომ შევხედე, მივხვდი რომ მიუხედავად ამდენი შრომისა, ამდენი ცხოვრებისეული გაკვეთილისა, იქ ჩემი ფსიქოჩაღრმავებების, ფსიქოშემეცნებების, სხეულთან დაბრუნებები, 1000 რამე და გამოვიხედე და ვხედავ ცოცხალ არსებას, რომელიც მართლა ცოცხალია. იმიტომ რომ მან დაინახა ძაღლი. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ძაღლიც აღფრთოვანებული იყო. იმიტომ რომ ძაღლიც ცოცხალია და ძაღლი არ არის ფსიქოემოციურად კასტრირებული. და ბავშვი ძაღლმაც ესე დაინახა ადამიანები და გაიკუნტრუშა, გამოიკუნტრუშა, გაუხარდა, ნუ რაღაცა შეიგრძნო რა, გოიმივით. სპეციალურად ვაყოლებ ახლა ამ სიტყვას, რომ შეიგრძნოთ, სად მიდის ადამიანის კასტრირება. როგორი ფორმით მიდის მისი კასტრირება. ეს გოიმი ძაღლი და გოიმი ბავშვი ავარდნენ და ძაღლის უნახავი და ბავშვის უნახავები იყვნენ ერთმანეთის მიმართ და ამ უნახაობისა და ხამობისაგან იყვნენ ძალიან გახარებულები, რომ ერთმანეთი აღმოაჩინეს და დაინახეს რა. და არ იყო იქ საჭირო, რომ რაღაც არ ვიცი. დავით კოპერფილდის ჰაერში აწევის პერფორმანსი ყოფილიყო იმისთვის, რომ ბავშვს ეს ექნა, რომ ეს რა დავინახე. ნახე სამყარო მთლიანად აღმაფრთოვანებელი არის მისთვის. ეხა ეს უნარი ბავშვური, რა თქმა უნდა, ცოტა განსხვავდება და დასრული ადამიანი ხა ასე გამოხატულად, რა თქმა უნდა, არ იქნება. თუმცა ბევრი მოგვდის ძალიან. რა თქმა უნდა, დასრული ადამიანი ფსიქოემოციური საყრდენი უნდა იყოს. კი, ეს არის მისი ერთ-ერთი ჰიპოსტაზი. რომ აი ბავშვი რო აღფრთოვანდება და ესე რომ სამყაროს შეიმეცნებს, ეგულებოდეს ზურგი და საყრდენი, რომ სანამ მე ახლა აბსოლუტურ მედიტაციაში ვარ გასული და სამყაროს ესე შევიმეცნებ, ხო? უსაფრთხოებასა და ჩემს ასე ვთქვათ ფიზიკურ გადარჩენაზე აი ეს დასრული ადამიანის ზრუნავს, რომელიც რა თქმა უნდა მოჭიდებულია მიწას და ძაღლის დანახვაზე ესე პეპელასავით არ აფარფატდება ზევით, ოკეი? ეს მესმის აბსოლუტურად. მაგრამ გულის გულში რომ ჩავიხედოთ, ყველა ჩვენგანს გვინდა რომ ზოგჯერ ეგრე ვიფარფატოთ პეპლებივით. და ზოგჯერ რაღაცა საყრდენი გვჭირდება ამისთვის, რომ სანამ მე ვფარფატებ, კლდეზე არ გადავიჩეხო, ხო? და ეს საყრდენი შიგნითვე არის დასრულ ადამიანში მოცემული. ნუ შეიძლება ზოგჯერ მეგობრულ გარემოში გარეთაც იყოს ეს საყრდენი და შენ ცოტა ხანი ააფრინო ეს პეპლები და აღფრთოვანდე და ფსიქოემოციურად რაღაც გალაღდე და იყო გოიმი რა. ისე რომ არ გეშინოდეს, რომ გოიმს დაგიძახებენ და დაეყრდნო გარემოს, კი? მაგრამ ეს ჰიპოსტაზი, ეს საყრდენი და მზრუნველი მშობელი, რომელიც აი ბავშვს იმ შემთხვევაში გვერდით მოყვებოდა და ჯანსაღ შემთხვევაში კი არ ეტყოდა, რომ გამოდი ძაღლისგან, გამოდი არ მიხვიდი ახლოს, ვაიმე გიკპეს, მოკვდები, შავი ჭირი გადაგედება და რაღაცა თავისი ობსესიური შიშები კი არ მოახვიოს თავს და ესეც იყო. დღეს რომ ნახე, არ მოუხვევია იმ მშობელს თავი. აი უბრალოდ შეხედა, რომ ეს ბავშვი აღფრთოვანდა ძაღლი, დედა ძაღლი და მივიდა ახლოს და ესეც უყურებდა, მშვიდად იქვე იყო. ბავშვის ზურგს უკან იდგა, ნახე. ანუ აზღვევდა მას, რომ სანამ ის ეხა ასე ფერადად დაფარფატებს და არც ფიქრობს სხვა არაფერზე ძაღლის გარდა. ნახე, მოიცვა ძაღლმა მისი ფსიქიკა, ხო? იყოს იფარფატოს აქ, ეს არის ფაზა. და თვითონ იყო იქვე და აზღვევდა მას მშვიდად. და ესეთი მზღვეველი ჩვენ შიგნითაც მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ და ყავდეს მუდმივად, იმიტომ რომ ეს ფარფატი ეხლა ნახეთ რა უკიდურესობები ახასიათებს ხოლმე ჩვენ სოციუმს, რომ ბავშვობაში ამ ფარფატს აკრძალავენ რა. ის კი არა რომ მე აქავარ და მიდი იფარფატე. და ამით გასწავლი, რომ შენ შეგიძლია მე შენი თავის გვერდით იყო და თან იფარფატო, ეს არა. არ უნდა იფარფატო, იმიტომ რომ ესა გოიმი ხარ, არც კი გცხვენია. ეხლა ჩემ ძალიან პირად რაღაცას გაგიზიარებთ. მე სკოლაში რო ვიყავი, ერთ-ერთ კლასში, მე მგონი მე-6-ში, რაღაცა სასაცილო მოხდა და ვიცინი ვარ, აი ძალიან ვიცინი ვარ რა, მთელი არსებით ბოლომდე ვხარხარებ და სხვა ჩემი კლასელებიც იცინიან, მაგრამ ეტყობა მე ძალიან ვიცინი ვარ და მოვიდა მასწავლებელი და უცებ აი წარმოიდგინეთ მე ექსტაზში ვარ რა, ისეთ ექსტაზში ვარ და იმასაკში ისეთი ექსტაზი შეუულია ბავშვს, რომ ტიბეტელ ბერებს არ დაესიზვრებათ დამიჯერეთ. და აი სადღაცა ვარ აფრენილი ცაში და მოვიდა მასწავლებელი და პირი დახურე, ესე გამიკეთა.
თქვენ წარმოიდგინეთ დანარცხება იქიდან რამხელა იყო. და აი ესე ვკასტრირებთ, იცით? აი ხა რატო გააკეთა ეს კასტრაცია? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ყველას გამოგვიცდია ეს ფსიქოემოციური კასტრაცია საკუთარ თავზე. ხალი კაცი ამას არ აქვს მნიშვნელობა, აქ ორგანოზე არ არის საუბარი. საუბარია ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ხო? და რა გააკეთა ეხლა ნახეთ? გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა, ეხლა იმან იდეაში მითხრა, რომ გაკვეთილი დაიწყო და გაჩუმდიო. მაგრამ ისეთი ფორმით მითხრა, ესო ჩამომანარცხა კარგად იქიდან და სინამდვილეში გაუცნობიერებლად, რა თქმა უნდა, კასტრაციას სცადა. იმიტომ რომ დაინახა, რომ ეს სიამოვნებას ვიღებდი. მე ვეხებოდი სამყაროს ისე, რომ ჩემი ლიბიდო იყო აქტიური და მე ვიყავი ბედნიერი და კარგ მდგომარეობაში და თვითონაც უნდა. მაგრამ არა აქვს მას ეს ნახე და ამიტომ დამესხა თავს შურის მომენტში და სცადა ჩემი კასტრირება. რაც იმ მომენტში გამოუვიდა, მინდა გითხრათ, ესე შემახმა სახეზე სიცილი. იმდენად აი მომხვდა რა. და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ჩემი ხმის, ჩემი სიცილის და ჩემი აი ამ ფარფატის უნარის დროს ხშირად მიმიღია გარედან კომენტარი რაღაც ისეთი. და ადრე არ მესმოდა ხოლმე ეს და ეხლა ძალიან კარგად მესმის და ამიტომ ძალიან საფრთხილოა, იცი? იმის ნაცვლად რომ სხვა დააკასტრივო, ალბათ ღირს დღეს უკვე 21 საუკუნეა, რომ გააცნობიერო, რომ შენ შეგიძლია ეგ სიცილი, შენ შეგიძლია ეგ მხიარულება, შენ შეგიძლია ეგ ფარფატი. პატარა სამუშაოა. ზოგჯერ ადამიანებს გონიათ, რომ აი ფსიქოლოგიის თავის ადამიანკაცო 10 წელი უნდა ვიმუშაო. 10 წელი თუ ეგ ვთხარე და მთელი ცხოვრება გავარა დროს ეხა ეგ არის, ესე ხედავენ და არ არის ეგრე. აი ძალიან დიდი ცვლილებები ჩემ ცხოვრებაში მე გეშტალტ ფსიქოთერაპიასთან დიდი შეხება ძირითადად, თუმცა ფსიქოანალიზთანაც მქონია და ზოგჯერ აი წამშეზე აი ესე მომხდარა და უცებ რაღაცა შეიცვალა და სამყარო გახდა სხვანაირი რა. არ წარმოიდგინოთ, რომ ფსიქოლოგია არის მძიმე შრომა. არ არის მძიმე შრომა. წინასწარ თუ ეგრე განეწყობი, ნახე, უზნაძე არის გენიოსი რა. შენ თუ მაგ განწყობით წახვალ ეხლა თერაპიაზე, რომ ეს მძიმეა და 20 წელი უნდა ვთხარო და ეს ჩემი ბავშვობის ტრავმები ვაიდედა და ზურგზე მაგ წამოკიდებული და როდის გავჯამრთელდები ბოლომდე და კაცმა არის შევა ვერც გამოვჯამრთელდე და აი მაგეთ თუ წახვალ განწყობით, ძალიან მძიმე პროცესი იქნება მართლა. მაგრამ არ არის ეგეთი მძიმე რა. შეიძლება არც ისეთი საფარფატო მდგომარეობაა ფსიქოთერაპია, ან ფსიქოშემეცნება, როგორც აღწერე ხა პარკში და სიცილის ეპიზოდები, მაგრამ ეგეთი მძიმეც არ არის რა. ზოგჯერ შეიძლება ერთი პაწაწინა წამია, რომელიც გაშორებს მაგ სიცილს და მაგ სიხარულს, ხო? ნატალია, არა და რა კარგია ფარფატი, ძალიან კარგია ფარფატი იმ შემთხვევაში თუ იქვე ყავს შენი შინაგანი მშობელი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. და თუ ეგ არ აყავს, მაშინ ცოტა სახიფათოა განსაკუთრებით დასრულ ასაკში. ბავშვობაშიც სახიფათოა თუ იქვე მშობელი არ არის, ხო? აი ეს არის, ნახეთ. სიამოვნება და სიხარული ხიფათს მოიცავს, თუ დაიძინა შენმა მიწიერმა მემ. მიწიერ მეში რას გულისხმობ, რომელიც მიწაზე მყარად დგას. ამან თუ წაუძინა და ჩათვლიმა, ეს ფარფატი ცოტა სახიფათო ხდება ზუსტად ამიტომ. როგორც კი ფარფატებ, ირგვლივ არის ხალხი, ვისაც შენი კასტრირება უნდა და დაგიჭერენ და დაგაკასტრირებენ ფსიქოემოციურად. მაგრამ თუ შენი შინაგანი მშობელი იქვე ყავს, რომელიც აქტიურია და უბრალოდ განზე იყო გაწეული. დაგაცადა რა ეს ფარფატი და აქვე დგას ზურგიდან გასხვევს და მოვიდა ვიღაცა ხო და თავს დაგესხა რომ შენ ჩამოგამიწოს უხეშად. აი დაგარტყას ძირს ხო და ამ დროს უკვე მშობლის ჰიპოსტაზი წამოვა წინ. მე მინახავს ეგ ფიზიკურადაც მინახავს, ცხოველებშიც მინახავს და ადამიანშიც მინახავს. მისი შინაგანი მშობელი როგორ გამოდის წინ და აბა გაიწიე ეუბნება მომხდურს. დაიხიე უკან ახლა. ეს ჩემი სივრცეა და მე აქ ვიცინი ვარ. მიხვდი? ეხლა ეს ფსიქოემოციური კასტრაცია კიდე რაში გამოიხატება? ხშირად რა, მე სადაც მომისმენია, ეხლა ადამიანებსაც ადრეც ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება, სანამ თერაპევტი გავხდებოდი, მასწავლებელი ვიყავი და იქაც მინახავს ეს. და ეხლა გამახსენდა ადრე, ძალიან გამიკვირდა. და თუ დააკვირდებით, ახლა თქვენც გექნებათ ეს შემჩნეული რა, ახლა რასაც მოვყვები. რაღაცა გათამაშება იყო, უყურებდი ხოლმე, ატრიალებდნენ რაღაც ქაღალდები ეყარა. ალბათ ვარ ერთი, რავი, 15 წლის და ამოქონდათ ვიღაც გამარჯვებულის ნომერი, მე დაურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არ ვიცი, თქვენ მოიგეთ მერსედესი, მაგალითად, ან თქვენ მოიგეთ 100,000 ლარი პირობითად. აღარ მახსოვს თანხა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო?
ხო და დაამოიღეს ესე ერთი ნომერი და დარეკეს და ვიღაცა ქალმა აიღო ესე ალო აი ესე უპასუხა გისმენთ ძალიან ისე აი როგორ გითხრა რა გისმენთ ხო და ამათ უთხრესო გამარჯობათ ქალბატონო ჩვენ ძალიან კარგი რაღაც უნდა გითხრათ თქვენ მოიგეთ 100,000 ლარი ასე გააკეთეს და იქიდან ესე დიახ 100,000 დიახ მადლობა ესე და ესენი ანუ მე შევამჩნია ცოტა გაკვირვებულები არიან მიხვდი დაიღრიალეს რა სამსახიობო ნიჭი ხო ქონდათ ხოლმე მაგ წამყვანებს და რა 100,000 მოიგე რაღაცა და იქიდან დიახ გაიგე და მე აღარ მახსოვს როგორ გაგრძელდა ნუ მოიგო მოკლედ ამ ქალმა მაგრამ მე ჩემთვის დავფიქრდი რომ აი როგორ გააკეთა ეს რა მოხდა ხო? ანუ ემოციური კასტრაცია იმდენად მაღალი იყო, როგორც ჩანს. ეს ახლა ჰიპოთეზაა. მე სინამდვილეში საერთოდ არ ვიცი იმ ქალს რა დაემართა. ერთ-ერთ ვერსიას გეუბნებით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თორე ეგ მოხდა თქო, მაგას ვერ ვიტყვი. ერთ-ერთი ვარიანტია რა. შეიძლება არ ვიცი, შეიძლება იმ ადამიანს იმ დღეს არ ვიცი, კატა მოუკვდა. და ამ შემთხვევაში 200,000 და მილიონიც რომ მოიგო, მაინც ეგრე იქნებოდა, მაგრამ ეს არ ვიცით. ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ მისი სიხარული ბავშვობიდან, აი ბავშვებს რო აქვთ, ხო იცი გულუბრყვილო. რა მაგარია, აი ეს. შეიძლება დახვდა გარემოში ადამიანი, რომელიც ეუბნებოდა, რა რაკცხენია? გოიმი ხარ? ისა ხარ, ასა ხარ და მოიჭმოხნა ადამიანი, მიხვდი და გადაწყვიტა, რომ თუ ესე გამიხარდება, ესე იგი გოიმი ვარ, ესე იგი ბანძი ვარ და რაღაცა გულუბრყვილო საცოდავი ტიპი ვარ რა. იმიტომ გარემოდან ეგ დაიბრუნა ბევრჯერ, ეგ ფიდბექი მოვიდა. გარემო იყო ერთნაირი, ნახე, მშობლების გარემო ხო ერთნაირია. ყველაფერი იცვლება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში და აი მშობლიური გარემო რაღაცა ერთნაირია რა, იმიტომ რომ საყრდენია და ამ საყრდენში შესაძლოა ესეთი ინფორმაცია იყო და ხშირი იყო ეს, მეც მომისმენია. აი ერთი მეგობარი მყავდა ბავშვობაში, რომელიც სტუმრად წაიყვანეს და შევიდა იმ სადაც იყო სტუმრად იმათ სახლში და სანამ მშობლები ლაპარაკობდნენ, ხო დაინახა, რომ ძალიან ლამაზი სახლი იყო. ეწყო რაღაცა ნივთები, წიგნები, ანტიკვარი, არ ვიცი, რაღაცა ლამაზი ნაჭრები, რაღაცეები და შევიდა და დაიწყო ამების დათვალიერება. მივიდა ერთი მასე, თაროს შეხედა, წიგნებს შეხედა, ანტიკვარს შეხედა, მე რაღაც ლამაზი ნივთები ეწყო, არ ვიცი, წვრილ-წვრილი რაღაცები რო აქ ზოგს შეგროვილი, ერთ შეხედა, მეორე აიღო, მესამეს გემო გაუსინჯა, არ ვიცი, პირში ჩაიდო თუ რა ქნა და უცებ დასჭექა, გამოდი მაქედან ვიღაცამ და მშობელმა და მე იქიდან რომ გამოვიდნენ, თურმე მშობელმა უთხრა, რომ შენ მე დღეს თავი მომჭერი. თავი მომეჭრა თავიო, რომ შენ უნახავმა რა ნახა გააკეთეო იქ რომ მივედითო რა. და ამას კიდე სხვა ფორმებსაც მოგიყვებით სხვა მეგობრისგან, ბავშვობის მეგობრებს ვიხსენებ ახლა. დაბადების დღეებზე რომ მიყავდათ ხოლმე, წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ იცოდე გოიმივით არ ჭამო, ხამივით არ ჭამო. ნახე? აი თითქოს ხო ზრდილობის წესებია რა. აი მე მესმის რომ ზრდილობის წესებია ეხა და აი მაგალითად ჩემს ახსოვს საჭმელს დაუყრი როგორ არის საჭმელი და ესე ჭამს და გავიგე რომ ეს დასრული ადამიანისთვის არ მოსულა და შეიძლება რომ ბავშვსაც აუხსნა რომ სხვას თუ შეაწუხებ ეხა შენი ხრამუნით და წყლაპუნით არ ვარგა რა თქმა უნდა ერთად ვარ და გუნდი რო ვართ ერთმანეთი გავითვალისწინოთ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ფორმით ვაწვდით ამას იმიტომ რომ ეს ხრამუნი და ეს წყლაპუნი და ეს მისვლა არის რომ უხარია ჭამა და მოდი ნუ დავაკასტრირებთ ამ სიხარულს და ნუ დავჭმუხნით და ნუ დავჭმუჭნით რა ხო მაგრამ აკეთებდნენ ამასაც და მე ნახავთ ეგ ხარ რომ ტორტი დგას ესე შუაში მე ყოფილვარ ეგეთ დაბადების დღეზე და ბავშვები ესე სხედან რა ესე ან ტორტი წინ არის და ისეთი აკრძალულია სიამოვნების მიღება და ისეთი სასჯელია მოსალოდნელი სიამოვნებაზე და ეგ არის კასტრაცია ფსიქოემოციურად ხო რომ შენ თუ ისიამოვნებ დედას გიტირებთ და ესე გამოწეულებ და ესე თვალს აპარებენ და ვერც აპარებენ და უკან იყურებიან ეხა თვალის გაპარებაზეც გეტყვით ფსიქოემოციური კასტრაციის ფორმას
რატო არის კასტრაცია? მოდი მაგას გეტყვით რა. ყველგან სადაც ადამიანის სიამოვნებას იღებს, ლიბიდო მჟღავდება. ლიბიდო ხო მარტო სექსი არ არის, მაგრამ თან სექსის საფუძვლიდან მოედინება ლიბიდო რა, ყველა. და გადავრჩე გაუმრავლდე. ეს არის ლიბიდოს ძირი, ხო? გადავრჩე გაუმრავლდე და ეს გამრავლება გადარჩენაზე მაღლადგება ხოლმე, ცხოველებშიც გვინახია ეგ. შვილების გამო თავს წირავენ. რატო? იმიტომ რომ გამრავლება არის საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის გადარჩენა. ეგრე გამოდის. შვილი უკეთესი ვერსიაა, უფრო ახალგაზრდა, ახალია. უკეთესად, უფრო ჯანმრთელი ვერსიაა, ნახე და გაუცნობიერებლად, ანუ ის იმიტომ დგება უფრო მაღლა. გამრავლების ინსტინქტი უფრო მაღლა დგება ხოლმე, ვიდრე გადარჩენის, აი ამიტომ. ხო და ეხლა ნახე, აი გამრავლება გადარჩენა არის ძირი და აქედან არის ეხლა ამოსული ყველა ის სიამოვნების მომტანი აქტივობა, რაც ადამიანს აქვს, მაგალითად, შემეცნება. რამდენ კითხვას სვავენ ბავშვები, ხო? ეს რატოა მწვანე, ის რატოა, არ ვიცი, ამ ოთახში რატოა სკამი და იქით ოთახში რატო არ არის, ბოთლი რატო არ არის ნიჟარა, რა ვიცი, რაში არის საჭირო, ეს წყალი რატო მოდის ნიჟარაში. ეხლა რომ გავაგრძელო ასოციაციით, თან პატარა შვილი მყავს 8 წლის და მილიონ კითხვას დავსვავ და მოვიფიქრებ. იმიტომ რომ აი ეგ არის ნაკადი რა და ნახეთ ლიბიდო მშხამდება აქ. იმიტომ რომ მე სამყარო თუ არ შევიმეცნე, როგორ გადავრჩები, ან როგორ გამრავლდები, ხო? ანუ ინფანტილური ფორმა ლიბიდოს გამომშხავნების არის, რომ ვაკვირდები, გემოს უსინჯავ, ხმა მესმის, თვალებს ვაცეცებ აქეთ-იქით და უყურებ ყველაფერს. და აი ახლა ნახეთ, სად არის კიდე ერთი კასტრაცია დამალული, რომელიც ინიღბება ხოლმე წეღანხოს დილობა ვთქვი და ახლა ჰიგიენის ნორმებით. ხელი არ მოკიდო, არაფერს ჭუჭყიანია, რაღაცა ხელი არ მოკიდო, რაღაც ინფექციებია, მიკრობებია, ქუჩაში ვაიმე, კედელზე ხელი რატო დაადე, მანქანას რატო დაადე, ვაი და თან ნახეთ ახლა რა ხდება, რომ ამ ბავშვმა რა აინტერესებს ახლა შეხება რა. ნახეთ ლიბიდო როგორია აქ ბავშვურ ასაკში, ხო? ახლა ბავშვურ ასაკში ხო სექსი არ არის ლიბიდო. მაგრამ ნახე ვაკვირდები ახლა სამყაროს ხელს ვადებ, ნახე ხელის დადება, ანუ შევეხე. გემოს უსინჯავ, გარბიან გამორბიან, პირში იდებენ ყველაფერს ბავშვები. ხო და ანუ რა ვიცი, შეიძლება კიდე თუ პატარა შვილები გყავთ, გამოგიცდიათ, რომ აი სკოლაში რომ მიაკითხავ ამ ბაღში და უნდა გამოიყვანო, მთელი კლასი, ესე 20 ბავშვი კარს რო შეაღებ, აი ესე გიყურებენ და გათვალიერებენ, აი როგორ გითხრა რა, აი ვინ მოვიდა, როგორია, ესე აი პირდაპირ ახედვა-ჩახედვა იციან ხოლმე რა. პატარა ბავშვებმა და მერე თუ დააკვირდებით, ცოტა რო გაიზრდებიან, ესეთ განან. ელაპარაკები და ქვევით იყურება. აი ესე. შეგიმჩნევიათ ეგა? ესეც კასტრაციის ფორმა არის. ანუ ნახე მზერა დაუკასტრირეს. ესე უნდა იყურო, წინ ყურება არ შეიძლება. სირცხვილია, უზდელობაა, თავხედობაა და ასე შემდეგ რა. და ეხლა საბოლოო ჯამში საით მივდივარ. თუ კი ლიბიდოს ესეთი მარტივი გამოვლინებები არის კასტრირებული, აი შეხედვა არ შეიძლება, გემოს გასინჯვა არ შეიძლება, მოსმენა არ შეიძლება, დათვალიერება არ შეიძლება, ხელში აღება არ შეიძლება, გახარება არ შეიძლება, რო ჭამდა სიტყვაზე სიამოვნებს ჭამა, გოიმი ხარ, ხო? დეგენერატი ხარ, არ ვიცი, რაღაცა ხარ. თუ მაგალითად რაღაცა ლამაზი დაინახე და თვალი გაგექცა, ეს გოიმი რა, სილამაზე შენ არ იცი რა არის. აი სილამაზე და რაღაცა ესეთი რაღაცები. ან მაგალითად არ ვიცი, სახეჭირეზინის დაღეჭვა გაგიხარდა და შენ ეგ გიხარია და ნასაში კიდე ვარსკვლავს რო აღმოაჩენენ, ეგ უხარიათ. ნახე, ეგრევე კასტრირება მიდის, თუ კი რამე ისიამოვნე, ხო? და ასეთი მარტივი რაღაცების კასტრირება რომ მიდის ადამიანში, ხა როგორ წარმოგიდგენიათ თვითონ სექსუალურად როგორ იქნება ეს ადამიანი გახსნილი და როგორ მიიღებს სიამოვნებას, ხო? როდესაც ზედაპირზე ამოტივტივებული, მარტივი სიამოვნებები არის უკვე აკრძალული და ის ხო სიღრმეა. სექსუალური კავშირი და კონტაქტი უკვე ძალიან ღრმა არის, ხო? და იმ სიღრმეში რა სიამოვნების უფლება უნდა მისცეს თავის თავს და ასე დროს იქნება წყვილი, რომლებიც შინაგანად გრძნობენ მიზიდულობას, მაგრამ ცხენიათ. შეიძლება სირცხვილს არც გრძნობდნენ, გრძნობა ისეთი ჩახშული იყოს, იმიტომ რომ ახარ მახსოვს გონი პერსის სიტყვებია, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურის სიტყვებია, რომ თუ სირცხვილი იგრძენი, ესე იგი შენი პიროვნება აქ და ამჟამად სოციალური წესის მიღმა იმყოფება. სოციალური წესი კარგად ვიცით ყველა. მოვიდა სირცხვილი, ესე იგი მიღმა გავიდა.
პიროვნება და მოუჭირა რა. ანუ საზღვარი გაგიფართოვებია. საზღვარს რო გააფართოვებ, სირცხვილიც ეგრევე შეტრიალდი შენ საზღვარში და ძირს დახარე თვალები და როგორ ბედავ ხმამაღლა სიცილს და საერთოდ რო გაიცინებ პირზე ხელი მიიფარე. ნუ ბედავ, რო გამოხატო ექსპრესია, ხო? და ძალიან დიდი დოზა მოздით ეს დილობა მე არ ვარ დილობის და ჰიგიენის მოწინააღმდეგე პირიქით, მაგრამ ვინაიდან ეხა ვიცი ფსიქიკა როგორ მუშაობს და რის უკან იმალება ხოლმე კასტრატორი და კასტრაციის მსურველი, ხო? აი ასეთი წესების უკან იმალება, თორე ეგ წესები კარგია. მაგრამ ამის უკან გაუცნობიერებლად შეიძლება დამალულია ენერგია, რომელიც კრძალავს სიამოვნებას, კრძალავს სიცოცხლეს თვითონ. და ეხა რა ხდება? ესეთ რაღაცებში რო აკრძალულია და სექსუალური კავშირის ცდელობა რო დადგება, სირცხვილი თუ იგრძნო წვიმა კიდევ კარგია, ესე იგი ცოცხალია იქ რაღაცა მისაწვდომია ადვილად. შეიძლება საერთოდ არაფერს აღარ გრძნობენ. და ეს არის როგორ გითხრათ 21 საუკუნის ერთ-ერთი ძალიან დიდი, არ ვიცი, სირთულე ადამიანების წინაშე, რომ ის ტაბუ თითქოს მოიხსნა, რომ სექსი, აჰა, მიდი რა ვისთანაც გინდა და რამდენიც გინდა, როგორც გინდა, აჰა, რამდენი პარტნიორიც გინდა, რაღაცა სექსუალური რევოლუცია, რაღაცები მოაწყეს ისეს და მეორე მხრივ არის ეს ყველაფერი და ვერავინ ვერაფერს გრძნობს. იმიტომ რომ ემოციურად და ფსიქოლოგიურად კასტრირებული რომ არის, ფიზიკურად ეხა რა ვქნათ ეხა ადამიანი მხოლოდ ფიზიკური ხო არ არის, არც ცხოველები არ არიან მხოლოდ ფიზიკურები, იცი? მე მინახავს რომ მე კატა მყავდა ბავშვობაში და იმას ყავდა და კნუტები იყვნენ და ერთი მიავიყვანა, ერთი მეზობელმა. და ის და იყო ცუდად, ავად გახდა და მოკვდა საწყალი. და სანამ მოკვდებოდა და ძირს იწვა ესე და ცუდად იყო, ჩემი კატა მიდიოდა და ლოკავდა და გვერდზე უწევბოდა. ანუ გეშებდა მას ნახე და ცდილობდა რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან. ესე იგი, ეს ხო არ არის მხოლოდ სხეული და ბიოლოგია, ხო? იმ გაგებით რითიც გვასწავლეს, თორე ზუსტათაც სხეული და ბიოლოგიაა. ამაზე მაღალი არც ვიცი რა შეიძლება იყოს, როგორიც არის სხეული და მიდიოდა და ანუ გეშებდა. ანუ იმათაც აქვთ ეს ემოციები. არსად არ არის. ცხოველებშიც არის ემოციები და ეხა ნახე რა გვიქნეს 21 საუკუნეში და რა არ ცნობიერდება ხშირად, რომ კი ფიზიკურად რაც გინდათ ისქენით, თავში ქვაგიხლიათ, როგორც გინდა ისე შეწყვილდით, რამდენთანაც გინდა იმდენთან რა, მოკლედ რა, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ეხლა რელიგიურ ხალხზე აღარ ვიტყვი, იქ რამხელა კასტრაცია მიმდინარეობს, ეგ ცალკე თემა არის. და როგორი ფორმით, მაგრამ არარელიგიური ხალხი ავიღოთ რა, ვისაც ეხლა აქვს რწმენა წარმოდგენა, რომ თავისუფალია სექსუალურად ძალიან. აი მაგ ხალხზე ვისაუბრებ. და კი თავისუფალია ფიზიკურად, მაგრამ ემოციურად არის კასტრირებული და ფსიქოემოციური გაცვლა არ არის. ესეც პერსის აღმოჩენა არის ალბათ. ან შეიძლება მანაც სადმე მოისმინა ან დააკვირდა. რომ ესე იგი ორი ადამიანი თუ რა ვიცი, რამდენიც არიან, ეგეც ხო ჩვეულებრივი თემაა დღეს, მაგრამ აი დოქტორ კეიც ამბობს ამას, სხვა შორის არაჩვეულებრივი იუთუბერი არის, დოქტორ კეი, ფსიქიატრი არის ამერიკელი და აი ადამიანები მოყვებიან, რომ ერთად ვიწექით და აი ნათქვამშივე ჩანს, რომ არაფერი არ მომხდარა. შეიძლება რაღაცა იყო კი, მაგრამ всё ანუ არ ამოვიდა ემოციურ და ფსიქიკურ სხეულამდე ეს სექსი, რაც მათ ჰქონდათ და აი ნუ ვიწექით ერთად და არაფერი რა. ხო და ეს არის ფსიქოემოციური კასტრაციის ფორმა, როცა აკრძალულია. ამდენი რამე რო აკრძალული და ჩაიპრესა და მოკეთ იმის თქვა მინდა რომ თუ ვინმე მსმენელი ან ვინმე ვინც მე ოდესმე ამ ვიდეოს ნახავს თავის თავს ამოიცნობს ამაში რომ კი სექსი რამდენიც გინდა იმდენი გაქვს მაგრამ გრძნობები არ არის აქ მოცემული და არანაირი ფსიქოემოციური კმაყოფილება არ არის მოცემული, საკითხავია რომ ხომ არ არის დათრგუნული ზუსტად აი ეს პირველადი ბავშვური გამოვლინება ლიბიდოსი. და სანამ დასრულ გამოვლინებაზე გადავალთ, ჯერ რა თქმა უნდა არის ბავშვური გამოვლინება. ბავშვით იწყება ცხოვრება, ყველანი ბავშვები ვიყავით და მაქედან მოვდივართ, ხო? და აი ეგ არის ჯერ ამოსაქეკი და აღსადგენი მანამ სანამ აღდგებას დასრული ადამიანის ფსიქოსექსუალური აქტივობა, სრულყოფილად, ხო? აი ეს მინდოდა დღეს მე თქვა რომ კასტრაცია თუ კი ადრე ფიზიკური იყო, რომ შევაჯამო, ეხლა ფსიქოემოციური მიმდინარეობს. ფრთხილად ვიყოთ ჩვენს შვილებთან, როცა ვხედავთ რომ მათ სიამოვნების ელფერი დაჰკრავთ სახეზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ძალიან საფრთხილოა, იმიტომ რომ მერე, როდესაც ადამიანი თქვათ წარმატებით დააკასტრირეს,
თქვენ თუ გაქვთ ნანახი, ფსიქოში იყო ესეთი გადაცემა იყო ჩემს უფრო პატარა ასაკში, გოგი გვახარიას მიყავდა და ფარინელი კასტრატის შესახებ იყო ფილმი. კარგად ვღეროდა ეს ბიჭი და იმის გამო რომ კარგად ემღერა და ხმა არ დაბოხებოდა, კასტრაცია გაუკეთეს, ამასაც აკეთებდნენ. ხელოვნებას რომ უნდა შეეწირო, ხო არ გახსენდებათ? ხელოვნებას უნდა შეეწირო და ცხოვრება არ უნდა გქონდეს, გაიგე? მაშინ ფიზიკურად შეწირეს, მაგრამ ეხა ფიზიკურად კასტრირებას ვინ გაუკეთებს მომღერალს, მაგრამ ეხა 24 შვიდზე მარტო უნდა იმღეროს და ეხა თუ გოგოებთან ან ბიჭებთან იქნა იცხოვრა, შვილები გააჩინა, მაგ შემთხვევაში არ ვარგა, როგორც მომღერალი, ნახე, ანუ ისევ კასტრაციაა. და ამ ფარინელ კასტრაციაზე თუ სწორად მახსოვს, ბოლოს არის, რომ საშინელ ფსიქიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მგონი თავს იკლავს. ესე მთავრდება ეგ ფილმი, ზუსტად არ მახსოვს რა. ანუ რა გამოდის, რომ კასტრაცია ფსიქოემოციური არის, იქ ეხა ფიზიკური კასტრაცია იყო და ფიზიკური სიკვდილი დადგა და ფსიქოემოციური კასტრაცია არის მერე ფსიქოემოციური სიკვდილის განცდის მომტანი. იმიტომ რომ თუ სიცოცხლე არ არის, თუ ხალისი და გოიმობა და ხამობა არ არის მოცემული და სიხარული რო ცოცხალი ხარ, ხო, მაშინ რა იქნება მოცემული? რა თქმა უნდა, სიკვდილის განცდა და ეგ არის დეპრესია. ნახეთ, საითაც არ უნდა წახვიდე და წამოხვიდე, ესეთი დაუხვეწავი ფსიქოსოციალური მიდგომები ბოლო-ბოლო დეპრესიის გზა არის, ასეთის ან ისეთის. ხო არსებობს ისეთი დეპრესიაც, რომელიც მანიაკალურია, ანუ პირიქით ენერგიაზეა ადამიანი და საწაიღოს არ იცის, მაგრამ განცდაში სიამოვნება მოცემული აღარ არის. აი ყველაზე დიდი და ესეთი მსუყე ინდიკატორი საერთოდ რომ ადამიანს აქვს დეპრესია ეგ არის, როდესაც ის ფსიქოემოციურ სიამოვნებას ვეღარ განიცდის. ფიზიკურსაც თუ ვეღარ განიცდის, ეს კიდე ალბათ უკვე კლინიკური დეპრესია არის, მაგრამ მანამდე სპექტრულია, ხო, ეს ყველაფერი და ესე იგი რა გამოვიდა, რომ ეს ასე ვთქვათ, ბრჭყალებში უწყინარი რაღაცეები, რაც სიამაყეს იწვევს, მე ნახე, მეც მეამაყებოდა ადრე, აი ბავშვობაში ეს პირველად რომ მასწავლეს ეს კოდექსი, ხო? მეამაყებოდა, რომ აი სადაც არ უნდა აღმოჩენილიყავი, მე რა, ესე ვიყავი რა, აი მაგარ კონცერტზე ვარ, გაუფასურება. ვაუფასურებდი იმ კონცერტს, რომ მე გოიმათ არ გამოვჩდე, ხა, რომელსაც ყველაფერი მოწონს. და კიდე მე მახსოვს ერთ წიგნში წავიკითხე, რომ ადამიანებს ახასიათებთო, რომ კრიტიკას ეგრევე გეტყვიანო და კომპლიმენტიო ენანებათო რა, ესეც რატო ენანებათ? იმიტომ სირცხვილია რაღაცნაირად, რომ აი მე თუ შენ გეუბნები, რომ რა ლამაზი ხარ. მე ისა გაქვს თითქოს შენ ძალა ჩემზე, რომ აი ეს ჩემი ფანია, ესე თქვა რა და აქ მე თითქოს მე ვცირდები და ვაფშე არ არის ეგრე რა. კომპლიმენტის თქმა და თუ იქით ამხარეს ახლა მიმღები არ არის ადამიანი და ამის გამო ზემოთ გიყურებს, მალევე გაერკვევი ამაში, პირველივე კომპლიმენტზე მიხვდები და გეცოდინება მაშინ ვის ესაუბრები. ნახე, რამხელა სარგებელი მოაქვს. და თუ მიიღო და შეიგრძნო ის რაც უთხარი და შენს გულწრფელად უთხარი, შენს გამოხატე, მანაც მიიღო და კიდე უფრო დაახლოვდებით. მაგრამ კომპლიმენტის თქმისაც ეშინიათ ხოლმე ამ ფსიქოემოციურად კასტრირებულ ხალხს და მძიმე მდგომარეობაა. და მე ეხა ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, ზუსტად ესენი გვევლინებიან მე ამავე კასტრაციის გამავრცელებლებად და სხვისი სიხარულის დამთრგუნველებად და მე დადგებიან ესეთ გოიმი ეგ, რა გაუხარდა, ხო, რა გიხარია, რა იყო, კამფეტია, რა არის. ან ხო აი დაგაწინაურე სადმე და ესე ნუ მე რა ეხა შენც მყავხარ რა NASA-ის ადმინისტრატორი რა ილონ მასკი ხარ რა იყო ხო ნარცისი ხარ ესე მოდიან რა ასეთი თავდასხმებით და ერთადერთი ფსევდოსიამოვნების გრძნობა რომელიც ახლავს აი ამ ემოციურად კასტრირებულ ხალხს არის სიამაყე რომ ამაყობს რომ არც ეს უხარია არც ის უხარია არც ეს მოწონს, ნერვი არ უტოკავს და რაღაცნაირად რომ აი ესე ძალიან კარგად რომ შეძლო ამ წესების დამორჩილება ამაყობს, გაიგე ამითი. ამიტომ სიამაყის განცდასთან იყავით ფრთხილად. ხანდახან სიამაყის განცდა ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია, მაგრამ თუ სიამაყის განცდა არის დომინანტი სიამოვნების მომტანი გრძნობა ადამიანში, საკითხავია, რომ ხო არ არის ფსიქოემოციურად კასტრირებული, გაუცნობიერებლად და ხო არ არის ამოსაქექი ის ბავშვური, ის პრიმიტიული, ის დასაცინი სიამოვნების მდგომარეობა. აი ამ ფიქრებით და ამ აზრებით და ამ ემოციით, რასაც ახლა განვიცდი ჩემს თავში და ჩემი სხეულებრივი განცდებით დაგემშვიდობებით და აქვე დავაანონსებ, რომ მაისში საქართველოში ჩამოდის ბარბარა პომპე, რომელიც არის გეშტალტ ფსიქოთერაპევტი სექსუალური კუთხით
და სხეულებრივი ორიენტაციის კუთხით. ანუ ის ფსიქოსექსუალური ოსტატი არის გეშტალტის და ასევე სხეულზე ცენტრირებული ფსიქოთერაპევტი. და იქნება სამდღიანი ძალიან ინტენსიური და ძალიან სასიამოვნო სხეულზე ცენტრირებული თერაპიის კურსი, რომელსაც Everyway-სთან ერთად აპირებს, რომ გააკეთოს. ეხლა მუშაობთ ამ პროექტზე და არ გამოგრჩეთ. იმიტომ რომ აი ამ კასტრაციის ფსიქოემოციური შეტრიალება საბედნიეროდ შესაძლებელია. ფიზიკური კასტრაციისა არა. ეს ძალიან დიდი პლუსია. ჩვენ შეგვიძლია, რომ თუ კი ფსიქოემოციურად შევნიშნეთ, რომ კასტრირებულები ვართ და სიმპტომები რა არის, ხო? აღარაფერი მიხარია, სიამაყის გარდა სხვა სიამოვნებას ვერ გძნობ და როგორ გითხრა, სხვა ადამიანების სიხარულს რო ხედავ, შეიძლება ბრაზი მიჩდება, აგრესია მიჩდება. ხოლო ჩემ საკუთარ სიხარულს თუ გრძნობ და ვაიმე ვიგრძენი, მცხვენია. სიამოვნება თუ ვიგრძენი ვინმესთან მცხვენია, კომპლიმენტის თქვა მცხვენია, გაჩერებული ვარ რა ამ კუთხით. აი ეს არის სიმპტომები და აქედან გამოსვლა იწყება საკუთარ სხეულზე დაკვირვებით და მისი შეგრძნებით. დანარჩენს თვითონ იზავს. მიენდეთ პროცესს და არ არის ეს რაღაცა მძიმე პროცესი 30 წლიანი რა. კი, იმ სამდღიან ვორქშოპზეც შეიძლება ეს ამოატრიალო. თავდაღირა დააყენო და დაიწყო ბავშვური აღფრთოვანება სიცოცხლით. ისევ. და უამრავი რამ შეიგრძნო. ცივი წყალი რო არის და ძალიან რო იმაში მოყავხარ ეიფორიაში. ან ცხელი წყალია და ძალიან რო სასიამოვნოა, რომ დუში გადაივლე. მაგარი სასიამოვნოა. უბრალოდ ჩვენ დაგვიკარგეს ამისი რეცეპტორები და მაგათი გააქტიურება შეიძლება და ჩაეწერეთ მოკლედ უკვე ვიწყებ ჩაწერას იმ ხალხის ვისაც აინტერესებს და მე და ბარბარე პომპე ვიქნებით წამყვანები ამ სამდღიანი ვორქშოპის ჩვენი სექციები გვაქვს ქალაქგარეთ ჩატარდება დიდი ალბათობით და იქნება ბუნება, იქნება დასვენება და იქნება თვითშემეცნება და სხეულის გამოღვიძება. არ გამოტოვოთ ეგ შანსი. ბარბარა არის ჰოლანდიიდან და 20 წლიანი გამოცდილების ფსიქოთერაპევტია და მე უდიდეს კომპლიმენტად მივიღე, როცა მომწერა და მითხრა, რომ ჩემთან ერთად უნდა ამ ვორქშოპის გაკეთება. ხო და გელოდებით. აბა დროებით.